მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს ამ ვიდეოში გვექნება აი ესეთი საუნდბარის განყოფა და მიმოხილვა და ტესტი. ეს არის TCL-ის პრემიალური ხაზი, რომელიც შარშან რამდენიმე თვის წინ გამოუშვეს. ეს არის Q85H და კიდე აქ Q სერიაში 75H. ეს არის პრემიალური ხაზი, რომელსაც TCL-ი უშვებს უკვე. ვიცით რომ TCL-ი ტელევიზორებში საშუალო სეგმენტში დიდი ხანია უკვე დაიხოცა და კარგ ტელევიზორებს აკეთებენ და მათ დაიწყეს აქტიურად ასევე საუნდ სისტემებზეც მუშაობა, ჯერ იყო ალტო სერიები და ალტოდან გადავიდნენ უკვე Q პრემიალურ ხაზზე სერიებს. ესე გამოიყურება 5. ჯამში მოკლედ სანამ გავხსნი, მოკლედ ვიმოვიხილოთ ეს ყველაფერი, რა არის და როგორ არის, აი მოდელი ვნახოთ. მოგკითხარით, აი ეს არის. არის 7, 1 და 4 არხი. რაც უკვე ძალიან კარგია. არის ახალი მოდელი TCL-ის წარმოების, აქვს Dolby Atmos-ის და DTS-ის X-ის მხარდაჭერა და ფაქტობრივად ეს იგულისხმება, რომ ნებისმიერი ფორმატის Dolby Atmos-ი და DTS-ი უკვე მხარდაჭერილია, რასაკვირველია. TCL-ის ეს კონკრეტული მოდელები არის ტექნოლოგიურად აღჭურვილი. მას აქვს AI Sonic ადაპტაცია, ანუ კალიბრაცია ოთახის. აქვს Ray Dozen, თავისი აუდიო ტექნოლოგია. ეს არის ექსკლუზიურად დაპატენტებული, რომელიც Harman Kardon-ის ყოფილმა დირექტორმა შექმნა თავის გუნდთან ერთად და ბელგიის ლაბორატორიაში დაატესტილი Harman-ის, ასე რომ შესაბამისად წესდერიგით უკვე კარგი უნდა იყოს და განსხვავება რა არის. ეს არის, მოკლედ რო ახსნა რა, დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში თქვენ თვითონაც მოიძიოთ რა არის. ეს არის ხმის გავრცელების, ანუ ხმის გამოტყორცნის ტექნიკაა შესრულილი. ანუ ეგ არის და ასე უხეშად რო ვთქვათ, ტალღისებურად ისრვის ხმებს და არა პირდაპირ როგორც ეს სტერეო ან ჩვეულებრივი ხმის გამოტყორცნისას ხდება. გარედან ყუთზე შევხედოთ რა წერია ამასობაში. აი რასაც გეუბნებთ AI Sonic ადაპტაცია, HDMI 2 და 1 გასაგებია, Wi-Fi, ასევე გვაქვს Bluetooth-იც. ჩემო ბატონო და ხო, ადაპტირებული TCL-ის ტელევიზორებზე რა თქმა უნდა იქნება, თუმცა ყველა მოდელზე მუშაობს რა და ტელევიზორზე, ასე რომ აი ესეთი თემაა. ეხლა გავხსნათ ერთად და ვნახოთ რა დევს შიგნით. განყუთეთ მეგობრებო, ეს არის subwoofer-ი, საკმაოდ ესეთი ძლიერი ჩანს. ეს უკვე წინა მხარე შუშის არის და აი ესე ლოკო. ხოლო, ეს არის უკვე თვითონ ბარი. ეს არის კომპლექტაცია, რაც მოყვა შნურები, პულტი და ეს უკან rear სპიკერები. ნახოთ პრაქტიკაში როგორი იქნება. რაღაც ატესტოს გავაკეთებ, გავუშვებ ფილმს სავარაუდოდ და ნახოთ. საკმაოდ გრძელი ბარია, სხვათა შორის ეს მეტრზე მეტი იქნება სიგრძეში. მივყვეთ ახლა მეგობრებო და განვიხილოთ უფრო. ეს არის ზედაატყორცნის დინამიკი, Dolby Atmos-ი. რო გავყვეთ, აქ არის ჩასართავი, აქ არის დამაკავშირებლები, Bluetooth-ი, ხმის აწევა და ხმის ჩაწევა. პირიქით, გავყვეთ, ეს ბრენდი თქვა უნდა TCL-ი და იგივე ზედაატყორცნის დინამიკი Dolby Atmos-ით, რა თქმა უნდა, აქაც. რაც შეეხება უკანა მხარეს, ჩვენ გვაქვს აქ რა თქმა უნდა დენზზე შესაერთებელი, გვაქვს USB პორტი, ოპტიკური დამაკავშირებლები HDMI in და HDMI ARC. rear სპიკერები გამოიყურება ასე, ხედავთ წინა მხარეს, გვერდითი მხარე და უკანა მხარე wireless-ია, ამიტომ აღინიშნოს, ეს არის მარჯვენა, ეს არის მარცხენა. ვიზუალურ დათვალიერებით ვიყიდე ექსტრაზე 1350 ლარი დაჯდა ექსტრა G-ზე. ვიზუალურ დათვალიერებით არაფერი არ ეთყობა ესეთი, იმედია რომ არ აღმოჩნდება ბრაკი, ან ქარხნული წუნი არ ექნება. ეს კედელზე დასაკიდებელი, ანუ სტენდი მოყვა. იცით რომ ეს ამ საუნდბარის ერთ-ერთი პლუსი ეგ არის, რომ დაყენება შეიძლება კედელზე. ჩამრთველი კაბელები, ეს რეარების, ანუ სპიკერები უკანა და ასე შემდეგ, subwoofer-ის ჩასართველი. აქ არის ინსტრუქცია და აქ არის პულტი სამართავი. ეს იმართება აპლიკაციითაც, რაც ეს არის ეს დასამაგრებლები, ამას შევინახავ არ გადავყრი. იმართება აპლიკაციითაც, რა თქმა უნდა და საბამისად
ელემენტიც მოყოლია. მოკლედ, გავაწყობ ახლა ამას. ნუ რეალ სპიკერებს ჯერ ვერ დავდგავ. იქიდან გამომდინარე, რომ ოთახში რაღაცეები მაქვს გადასაადგილებელი, ვამზადებს არემონტოთ და რაღაცა ცოტა არეგულობა და ქაოსი გვაქვს. ამ ეტაპისთვის, მაგრამ ნუ წინა მხარეს და საბუფერს და იმას, ნუ რეალებსაც ჩავთავ, უბრალოდ უკანა მხარეს ვერ დავაყენებ ამ ეტაპზე. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება და რაღაცა პატარა სატესტო ვერსია ხმა როგორც გითხარით, მაგასაც გავუშვებ. ვიწყებთ მონტაჟს, დავდეთ ბარი. მინუსი ის არის მეგობრებო, რაც ახლა თვალში მომხდა. რომ არ მოაყოლეს HDMI არ მოაყოლეს. ეგ არ არის კარგი ამბავი. ხა მეორე სათადარიგო HDMI არ ვიცი მაქვს თუ არა. ხო და Nvidia Shield-ზე კი მიყენია. ალბათ იმას გადმოვიტან აქეთ და იქიდან Amazon-ის უნდა მქონდეს სადღაც მგონი დარჩენილი კაბელი. ძალიან ცუდია. მოჟოშკეს, ჩინელებმა მაინც მოჟოშკეს. აი, ვიძახი ახლა რა მეთქი და რა არის და მაინც მოჟოშკეს ჩინელებმა რა, მაინც. კლეთ არ არსებობს რა, რომ ბოლომდე გახეიროთ. ავაძროთ. ცელოფანი. ხო, დამოვიწყდა ჩვენებინა IS Ray-Dance, რომელიც ამათ საავტორო ტექნოლოგია. პულტი გამოიყურება ასე, ნუ აქ ხმის გათიშვა, თვითონ ჩასართავ გამოსართავი, Bluetooth-ის დაკავშირება. ნუ ეს განათება არის HDMI-ის გადამრთვა, აქედან ხდება, ნუ ხმის აწევა, გადახვევა გასაგებია. Night mode ხმის, voice ასისტენტი, ეს არის surround-ების თემა. ეს არის AI Sonic-ი, რომელსაც ჩართავთ, ეს sound mode-ები, 6 mode აქვს. ჯამში ეს არის triple-ისა და bass-ის აწევა-დაწევა. ნუ პულტი ძალიან კომფორტული იქნება, თუმცა აპლიკაციითაც იმართება კიდე ერთხელ ვამბობ. ნახოთ, ვაწყობ, ნუ ახლა დავაერთე HDMI-ის თემაზე გითხარით. დროებით მოხსნი ამას Amazon-ზე გადავიტან იქით და რო ვიდეოის გაუშვას. პრინციპში Shield-ი არ მჭირდება. აი YouTube-ზე გავტესტავ. ამიტომ HDMI-ს გამოვაძრობ და ხმაზე გადავიტან, თორე წინა შემთხვევაში არ მაქვს და რამე კარგს გამოვწერ HDMI-ს, იმიტომ რომ მჭირდება. ცუდია რომ ორიგინალი არ მოყვა. ძალიან ცუდია. ეს მინუსი TCL-ს პირველი მინუსი მიიღო. ამის გულისთვის. ჩააგდე რა, ძვირი ხო არ არის ეს ოხერი რა. კაპიკები ღირს ბოლო და ჩააგდე რა. ჩავრთეთ მეგობრებო. ესე გამოიყურება ბარი. მადლობს რომ ერკი მზად არისო. დროებით სარაუნდები აქეთ დავდე. ნუ აქ ზემოდან დულბი ატმოსი ამასაც აწერია და 7.4, იმიტომ რომ მარტო აქედან კი არ გამოდის ყო მეგობრებო, გამოდის ზემოდანაც, ანუ ატყორცუნი ხდება აქ სარაუნდებიდან, ანუ უკანა მხრიდანაც და შესაბამისად იმიტომ 7.4. ნახოთ, აბა იმ დავაკავშირებ ახლა და რა გამოვა. მათ შორის დაკავშირება მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მარტივია. ერთადერთი ახლა ჯერჯერობით ვერ ჩაუჯექი იმ აპლიკაციის თემას, რაღაცა სადე დაკონექტება თითქოს Bluetooth-ით რაღაც, მაგრამ მე მგონი Bluetooth-ით უნდა დაკავშირდეს აპლიკაციას. ნუ ყოველ შემთხვევაში თვითონ ეგრე მიწერს. მე დავაკავშირებ მაგას, მაგრამ აპლიკაციის მართვაც სულაც არაა საჭირო, პულტიდანაც იგივე ფუნქციებია, ზუსტად უბრალოდ იქაც გიწერს, რა ქვია, წინ ბარი Dolby Atmos-ია თუ DTS-შია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძებნი სადღაც მქონდა ერთი Amazon-ის, რომ დავაერთო Shield-ი და Shield-ის მეშვეობით უკვე გადავიტანო ხარისხიანი ხმა სატესტო, ამიტომ მოდი გავტესტოთ YouTube-დან. ხა YouTube-დან Dolby Atmos-ი არ არის, რა თქმა უნდა, სუფთა მაგის სატესტოები და მეორე ნაწილში მაგასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ, უბრალოდ მარტო ხმის ტესტი გვექნება როგორია, თუმცა ახდენაც გავიგებთ. არ მაქვს მიკროფონი, ვერ ვიწერ, არ მაქვს სწორად განლაგებული rear speaker-ები, ეს უნდა აღინიშნოს ეს გარემოება, ამას უახლოეს დღეებში გადავაწყობ, იმიტომ რომ ახლა გვიან მოვედი სამსახურიდან და ვერ მოვახერხე ის რომ არ მაქვს ამის ახლა არც განწყობა და დავაწყო, მაგრამ მე გადავაწყობ ხვალანზე, მოკლედ თამუქმებზე დავაწყობ მაგას როგორც საჭიროა და ერთ sound test უშუალოდ გავაკეთებ ამისას. დაკავშირება ძალიან მარტივია, ხო, აქვე გეტყვით რომ როგორც ამოვიღე და დავდე ესე, ანუ არც ტრიბლი და არც ბასი არ ამიწევია და არა მინდა რომ აპლიკაცია კარგად დავაკავშირო და ვნახო. უბრალოდ სანამ აპლიკაციას გავმართავ და დავაკავშირებ და ვნახავ როგორ მუშაობს თუ არ მუშაობს,
მანამდე მოგასმენინებთ ხმას როგორია და რანაირია. მოდი ახლა მივყვეთ. ეს ძალიან სერიოზული არის. მე არ ველოდი სიმართლე გითხრა, ძალიან მაგარი ხმა აქვს. იმაზე მეტად მაგარი ხმა აქვს, ვიდრე შეიძლებოდა რომ მეფიქრა რომ TCL-ს შეუძლია ესეთი რაღაც გაკეთება. მქონდა Sonos-ის საუნდბარი, რომელიც ნუ ვიცით რომ პრემიერულ ხაზზე, მაგრამ ეს იმ Sonos-ის საუნდბარს შუაზე ხევს. ხმის ხარისხითაც, ნუ სიმძლავრე და იმაზე ლაპარაკს დედამეტი ის მარტო ბარი იყო. აქ საბუფერიც არის და rear speaker-ებიც არის. და მიუხედავად იმისა, ხა ცერზე ვდგევარ, იმიტომ რომ რეარები სადაც მიწყვია, მინდა რომ ეს 3D შეკრას, მიუხედავად ამისა, აი უკნიდან მაინც ისმის, ეხა ესეთი დარტყმები არ არის, რა თქმა უნდა. 5 და 1 არხი მოდის აქ სტერეო. დაჟე სტერეო არის, ანუ 5 და 1 და 1-იც არ არის. სტერეო ეფექტები, ხა ეს მე რომ ნამდვილი Dolby Atmos-ის გაუშვა და ნახავთ ჩვენ რომ იქ უფრო ძალიან სერიოზული ხმები გვქონდა, მაგრამ ძალიან სერიოზულია, აგრეთვე აქ რამდენად კარგად ისმის, გითხარით რომ უბრალოდ ტელეფონით ვიღებ, მე კამერა არა მაქვს და ჩემი ტელეფონის კამერით ვაკეთებ ამას. ფანტასტიკური ხმა არის, მინდა გითხრათ, აი ძალიან მაგარი ხმა არის და ეს ეხლა ბასის შეგრძნება თვითონ და აი ეს რა ქვია, დაბალი სიხშირეების გამოშვება ჰერცების საბუფერიდან ეხლა ხვდები რას ნიშნავს, როცა სრულფასოვანი კომპლექტი გაქვთ. დამიჯერეთ მეგობრებო, რომ ეს რა ფასათაც მე ვიყიდე, იმაზე ბევრად უფრო მაღალი დონის საუნდბარი არის, ვიდრე გადავიხადე. ეს საუნდბარი მინიმუმ უნდა ღირდა სადღაც $600-700 მაინც. იმდენად მაგარია. ეს Ray-Ban-ი მართლა მუშაობს, ანუ ეს გვერდითა ტალღოვანი გამოტყორცნები და ხმაც ძალიან კარგად ისმის. ეხა იყო შემოსული ჩემი და ინტერესებდა რა არის და ფაქტურად მომწყვიტა და შიგნით შევედი, ვთქვათ, კონტენტში, ნუ რაც ვიცით. ეხა მოდი მეორე ვიდეოც ჩავრთოთ და ვნახოთ, ნუ სტერეოა რა, და ნახოთ აბა როგორი შემუშავებს. ზემოდან ეს გადაფრენა, უიმე. ვაუ. Wow. Welcome to Dolby Atmos. Please put on your headphones. It's a new way to experience sound. Unlike stereo, which is limited to 2 audio channels, Dolby Atmos can manipulate individual sounds in 3D space to position sounds all around you. Sounds can move above you, far away, or right up close. Let's compare. აი ზუსტად იდენტური ხრატო გაუშვეს, რომ არხების შემოწმებისთვის არის ძალიან კარგი, ანუ რამდენად გამოდის
ზუსტად როგორც ახლა თქვენ ნახეთ, რომ ეკრანზე ძლიერი ხმა და ვისი ვიწროვე, ნუ ხმაც ადეკვატურად მოდის This is ისინი. stereo. And this is Dolby Atmos. Dolby Atmos can build worlds of sound to tell any story. It catches all the little details. Puts you at the center of the action. It sounds just like the real world. And transports you to faraway lands. Go inside the story with breakthrough sound. პირველი შეფასებები და ემოციები ძალიან მაღალი დონის არის. ანუ ეგეთი საუნდინამდეა დავქონ 7 არხი. ვაფშე სულ სხვა galaktika-ა რა. ეგეთი რაღაცეები მის, ანუ სულ სხვანაირი ხარისხი და სხვა დონის ხმა გავიგე იგივე ვიდეოებში. ეს უბრალოდ სტერეო ხმას მოусმინეთ ახლა YouTube-ზე. აუცილებლად გავაკეთებ sound tests. ფილმები მაქვს Dolby Atmos ხარისხში, სუფთა True HD, ასევე DTSX-ში და ეგ მაინტერესებს ზუსტად როგორი იქნება. ნუ სამწუხაროდ ეგრე გამოვიდა ამ ეტაპისთვის, ნუ ეს unboxing-ი გავაკეთეთ, უბრალოდ ზოგადად მოკლე მიმოხილვა და შემდგომ უკვე ხმაზე მეორე ნაწილში აუცილებლად დავდე. პირველ შეფასებები ეგეთია რა, მოკლედ რო გითხრათ, ბრწყინვალე შესრულებაა, შესანიშნავი ქმნილება არის, აი ეს ტექნოლოგიები რაც აქვს, მუშაობს და ძალიან მაგარია. არა მაქვს კიდე გეუბნებით დანასტროიკებული ტრიბლი და ბასი და არ სჭირდება რომ უყურებ სტანდარტი ეს 0-ზეა იქნება სავარაუდოდ ესეა და მე მეტი არ სჭირდება, იმიტომ რომ 30-ზე იყო ხმა და ანუ სასწაულად ძლიერია. ყველაზე მაგრად რაც უმწონს აი ამაში არის ის რომ ისმის სუფთა ხმა, ანუ არ არის ხმაურზე გათვლილი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნატურალური ხმა, რასაც ქვია, რაც უწერი აღწერებში სხვათა შორის TCL-ს რომ აი ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ჰარმანის ხელი იგრძნობა და ის რომ მათ ლაბორატორიაში აწყობილი ტყუილა აწერია ამას ხალხო TCL-ი რა, დამიჯერეთ საქართველოში არიციან რას ყიდიან ამ პროდუქტის სახით. ეხლა ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გირჩევთ რომ წახვიდეთ და იყიდოთ 860 ვატი რო ეგეც იგრძნობა, იმიტომ რომ თელი ატაკი ზანზარებს 30-ს კი, იმიტომ რომ საბუფერი თავის საქმეს აკეთებს და კიდევ ვიტყვი იმას რომ ნამდვილი 3D შეგრძნება არის. უკვე მე ის ფილმები რაც გითხარით რომ აქ ჩაწერილი 7:1 და 4 სისტემით არის 7:1 და 2-ით და აი ხა უკვე სხვანაირად გაიხსნება ეს ხმები. ხმა არის პრემიარული ხარისხის, ფანტასტიკურია, მოვაწყობ აუცილებლად ამ შაუქმეებზე, ამ ყველაფერს, როგორც უნდა გამოვაგათქონე დროებით, მე ამ საყრა მაინც მომიწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც მოვისმინე და რაც უნახე არის შესანიშნავი შესრულება სტერეოზე. მუსიკაზე და დანარჩენებზეც მე გავტესტოთ უკვე მეორე ვიდეოში. უბრალოდ ეს პატარა unboxing-ი, პირველი ემოციები გაგიზიარეთ და შთაბეჭდილებები, ასე რომ დაალოდეს მეორე ვიდეოს, რომელსაც ძალიან მალე დავდებ და გეტყვით რომ თუ ვისაც გაქვს შესაძლებლობა 1350 ლარად ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ვისაც კინოები გიყვართ კიდე მით უმეტეს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას რომ TCL-ია, ეს TCL-ი უბრალოდ სახელი აწერია, ძალიან მაგარი შენაძენია, ერთი წამი არ უნდა ნუ რაც გადავიხადე ამაში, თან ხა პირიქი ძალიან იაფი მივეცი, იმიტომ რომ აქ 15 დინამიკია არ დამოვიწყდეს კითხრათ, მოკლედ დავულოთ მეორე ნაწილს და ძალიან მალე შემოგირთებით უკვე ხმის ტესტით თუ ნამდვილად რა შეგვიძლია ამ საუნდბარს.